დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. ზეგ 16 ივნის მერია საბურთალოს ერთ-ერთ ძირითად ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს 60 წლიანი პაუზის შემდეგ, როგორ მოეწყობა და რა შეიცვლება პეკინის გამზირზე, რამდენად მოასწრებენ შესაბამისი სამსახურები სარემონტო სამუშაოების ზაფხულამდე დასრულებას და როგორი იქნება საავტომობილო მოძრაობა ამ პერიმეტრზე. ესაა ის ძირითადი კითხვები, რომლებსაც პასუხის გაცემასაც ვეცდებით დღეს გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმები, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და შესაბამისად დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენი გადაცემის თემაა პეკინის რეაბილიტაცია, ინტერაქტივის კითხვა კი შემდეგი, როგორ ფიქრობთ პეკინის რეაბილიტაციის პროექტზე თქვენი დამოკიდებულება როგორია, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და როგორ აფასებთ ზოგადად ამ ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტისგან მოდის. 2921188 ან 2921199 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. აქვე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასებს შეესაბამება. შეეხება ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემას პეკინის რეაბილიტაციას, ჩვენ ამ თემაზე დღეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან ბატონ მამუკა მულაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენთან სტუდიაში იმყოფება. საღამოშიდობისა ბატონ მამუკა. მოგესალმებით. ურმესი მადლობა რომ მოახერხეთ და გვერდებით იმ საკითხის გამრცობაში, რაც ძალიან აინტერესებს მოქალაქეებს და განსაკუთრებით საბურთალოს სივრცეში დასახლებულ ადამიანებსა თუ იქ დასაქმებულებს. მოკლედ გასაგებია რომ ზოგადად ამ სივრცის განაშენიანება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და შემდეგ ასე ვთქვათ კარგახანია 60 წელია კლასიკური ასე ვთქვათ სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები იქ არ ჩატარებულა და ჩემი კითხვა რა არის მიზეზი ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოკლებული იქნება ასე ვთქვათ აზრს. ძალიან საინტერესოა შემდეგი რამ ქართულად სწორია რომ ზაფხულში აკეთებ და ძალიან კარგი და მისასალმებელია. გეგმაში რა გაქვთ რომ ზეგ 16-ში რო დაიწყებთ უკვე სექტემბრამდე მოასწროთ ეს საქმიანობა? საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა იმისთვის რომ ამ დონის და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაგეგმილიყო 3 თვის განმავლობაში და 5 სექტემბერი არის აღებული დედლაინად რომ უნდა დასრულდეს სამუშაოები, შეიძლება წლიანი რაღაცები დარჩეს და უკვე შეფერხება აღარ იქნება. გეგმა არის ესეთი, მთელი ჩართულია იქ სამსახურები Georgia Motors Power-ი, Black-ი ჯგუფი არის, იქ არის ჩართული გაზების კომპანიები, ანუ კომუნიკაციებს ვინც მოაწესრიგებს. ზუსტად მათთან ერთად მოხდა იმ გრაფიკის დროში გაწერა, რომელიც სამ თვეში მოახერხებს რომ სამუშაოები დაიწყოს და დასრულდეს. ასე ვთქვათ, ანაწილებს სიმძიმეებს, სამუშაო სიმძიმეებს პროფილური მიმართულებად მერია, ვთქვათ, Georgia Motors Power-ი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აიღებს თავის თავზე. ანუ ყველა ის კომპანია, რომელიც კომუნიკაციებით გადის პეკინის ქუჩაზე, ერთ რგოლ-მაგიდასთან ვიჯექით და გეგმავდით ერთობლივად თუ ვინ რა სამუშაოს შეასრულებდა. შესაბამისად მოხდა შეჯერებული ვარიანტი დროში, რომ 3 თვე ამისთვის იქნება საკმარისი რომ ჩვენ ეს სამუშაოები დავიწყოთ და დავასრულოთ და შესაბამისად მოხდა ვალდებულებების განაწილება. ჩვენ ეკუთვნით ტრანსპორტმა ავიღეთ სატრანსპორტო საგზაო სქემის დაგეგმარება, გადაწყვეტა თუ როგორი უნდა იყოს. აქ პატრულის საპატრულო პოლიციის ქალაქის ხელმძღვანელი პირები იყვნენ ჩართულები, ზუსტად მათთან ერთად შევთანხმდით თუ როგორი ინტენსივობით იმოძრავებენ ნაკადები და რა მიმართულებით მოხდება სატრანსპორტო ნაკადების გადაწილება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობის და თვითონ ქალაქების ჩართულობა აქ რომ იყოს რა თქმა უნდა ხელის შეწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ იმოძრავებს, მისაწვდომი იქნება, ასევე ვიცით რომ ყავს მეტროს შემთხვევაში მგზავრი დაემატება და მეტროსაც დავამატებთ აუცილებლად და შესაბამისად ყველა დაზღვევა გვაქვს იმისთვის რომ სამუშაოები წარმატებით დაიწყოს დასრულდეს. ანუ მიზნად არის რომ საბურთალოს სივრცეში მეტროს მატარებლების შემადგენლობა დაემატოს კიდევაც? საჭიროების შემთხვევაში დაემატება. საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების ავტობუსი დაემატება ასევე კომპანიას წინასწარ მომზადებულია მიკროავტობუსების რო საჭიროების შემთხვევაში დაამატოს და ხელის შეწყობა იყოს, იმიტომ რომ მოქალაქემ შეიძლება ამ მუშაობის პერიოდში გადაწყვიტოს რომ არიაროს თავის სატრანსპორტო საშუალებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს. ამ კუთხით ვიმუშავებთ ინტენსიურად რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ძალიან სწრაფად გადავჭრათ პრობლემა.
ესეთი მასშტაბური პროექტი საქართველოს მასშტაბით არ განხორციელებულა, იქიდან გამომდინარე, რომ პეკინის ქუჩა არის ძალიან დატვირთული. ესეთი დატვირთული ქუჩა საქართველოში არსად არ არის. აქედან გამომდინარე არის სირთულე თვითონ პეკინის ქუჩის, ეს რაც გვაქვს აღმართით ამის გორებია გაკეთებული, ეს ძირითადი მიზეზები ამის გამოწვეული არის დაზიანებულია ქვედა კომუნიკაციები და ანუ გამორიცხილი არის კონკრეტული ადგილები. მე ვიცი კეთილმოწყობის სამსახურის პროფესიონალთა ჯგუფისგან რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ერთ კვირაში აიფრეზოს და აიგოს საფარი გასწორდეს, მაგრამ ერთ წელიწადში გარანტიას ვერ დებენ, ერთ წელიწადში იგივე შედეგს მივიღებთ. აქედან გამომდინარე ასეთი რაღაცები ნამდვილად არ გვაწყობს. ნამდვილად ჯობია გავიჭიროთ ცოტა ხანი და გავაკეთოთ ისე რომ გრძელვადიან პერიოდში იმუშაოს, ვიდრე მე. სამაგიეროდ ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. ის რომ ტროტუარი არსებული ქვეითად მოსიარულეთათვის 70 სანტიმეტრით კიდე გაფართოვდება. ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, სამხრივად, ანუ რაც არის გათვალისწინებული პეკინი ამ სამი თვის განმავლობაში იქნება ცალმხრივი. ბატონო მამუკა, თქვენი სამსახური არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და ამას ხელმძღვანელობდა ჩვენი საუბრის ალბათ გარკვეული დიდი მონაკვეთი დაეთმობა იმას თუ როგორი იქნება სატრანსპორტო მოძრაობა ამ სივრცეში. და სანამ ამ დეტალიზაციაზე გადავალთ, ასე ვთქვათ, თუ შეგიძლიათ რადიომსმენელებს უთხრათ გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, საფარი დაიგება, ახალი კეთილმოეწყობა და ინფრასტრუქტურა გარემონტება, რა იქნება ის, ასე ვთქვათ, რაღაც თუნდაც რაიმე კონკრეტული განსხვავებული სიახლის სახით, რაც ამ გამზირზე არ იყო დაემატება, ან რაღაცა შეიძლება ერთი უკვე ბრძანეთ, რომ გაფართოვდება, ასე ვთქვათ, იგივე ტროტუარი. დიახ. ასევე ტროტუარები, კეთილმოწყობა მოხდება, კუნძულები რაც არის უსაფრთხოების გამოიცვლება და ახალი აკეთდება. ერთი მხარე გვინდა ჩვენ ამას დაკვირვება მოგცემს კიდე შემდგომ შედეგს, როგორ გადავწყვიტოთ თქვათ 26 მაისის მოედნიდან ჟვანიას მოედნამდე ერთი ზოლი თქვათ გამოვიყენოთ ავტობუსისთვის. ამ სქემას ვამუშავებთ ჩვენ და უახლოეს პერიოდში აი სამუშაოები დაწყების პერიოდში გვექნება და ვიტყვით, რომ დასრულების ჯამში შეიძლება რომ ერთი ზოლი მთლიანად საზოგადოებრივ ავტობუსისთვის გამოვიყენოთ. ეს სიახლეც შეიძლება რომ შევიტანოთ. ტროტუარები აქედან გამომდინარე კიდე 70 სანტიმეტრით გაზდა რას მოგცემს, შესაძლებელია რომ ველო მოყვარულთათვის, ველობილიკისთვის. სწორედ აქ მიმყავდეთ თქვენ ეს უკვე ერთ ფლანგზე ამას აკეთებს სივრცეში და მოყვარული და სარგებლობ ველოსიპედით და ამიტომ დაინტერესებული ვიქნები რომ ეს შეემატოს ამ პროექტს. თუმცა ნახოთ ის რაც არის დაგეგმილი, ამაზე ძალიან ბევრი საუბრები იყო, მე სამსახურში მოვედი მაშინაც დავხვდა ეს საუბრები, რომ რატომ არ შეიძლება პეკინი იყოს ცალმხრივი. ის რომ თქვა სააკაძის მოედანი ავიღოთ, სააკაძის მოედანი რო გაკეთდა კუნძულები და შუქნიშნები, ხო? ეს მოხდა შესაბამისად ASPLUS ესეთი ორგანიზაცია გერმანული, რომელსაც დაამუშავა კვლევა ჩაატარა და შემდეგ პრაქტიკულად განახორციელეთ, მაგრამ იქ ჩვენ მოგვიხდა პრაქტიკულიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანა, რომ რეალობას ავწყობოდით და შედეგი მივიღეთ აქ, მაგრამ ეს სააკაძის მოედანი ზღვაში წვეთი ემასთან შედარებით. მასშტაბურად ახლა ეს სხვა არტერია. პეკინზე რო ვისაუბროთ, რომ იყოს მომავალში ცალმხრივი, რა ეს ცოტა ეს რაღაცა დღეს როცა სივრცეები არ ყოფნის სამანქანო გადაადგილებისთვის ალბათ იმ ფონზე, როდესაც თქვენ წარმოიდგინეთ საათში ერთ მხარეს ანუ სატრანსპორტო საშუალებების 3000 ერთეული მოძრაობს საათში, ანუ ატარებს 3000 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას ერთ მხარეს. ორ მხარეს, 6000-ია. ეხა ნაკადებმა დაიკლო, ჩამოიწია ქვემოთ და იმიტომაც გადავწყვიტეთ რომ სარგებლობთ ამ დროით. ხო, სარგებლობთ ამ დროით და ნაკადები კიდე დაიკლებს. თუმცა პრაქტიკაში ამ სფეროში ჩახედული ხალხი მეტად მცოდნე ვინმე ვარ. ცალმხრივად მოძრავი გზები უფრო მეტად გამტარუნარიანი არის, ვიდრე გზა, სადაც ორმხრივი მოძრაობა არის. ამიტომ ეს არის კარგი საშუალება დავწმუნდეთ იმაში, რომ ცალმხრივი მოძრაობა მომავლისთვის პეკინისთვის როგორი იქნება და ანუ ახლა სამუშაოების თუ აი ხო შეიძლება ამის გამოყენება სამუშაოების დროს თქვენ ამბობთ რომ პეკინი იქნება ცალმხრივი და ეს იქნება ასე ვთქვათ ერთგვარი მოსასინჯი საშუალებაც მერმისად ასე დარჩეს თუ არა და აქ ჩართული იქნება მთელი ჩემი კუთხით სამუშაო ჯგუფი რომელიც ჯგუფშიც ყავს ექსპერტები არასამთავრობო ორგანიზაციები ტრანსპორტნიკები ესე რომ ვთქვათ აი ბატონი შალვა ოგბაიძე მაგალითად გამოცდილია ბევრ რამეში კარგ შეუძ ვაძლევს ესეთი ხალხისგან აუცილებლად დაკვირვების შედეგებს განვიხილავთ
და შემდგომში შესაძლებელი ამ კუთხით წავიდეთ. დიახ, სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართული ადამიანების სიმრავლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენთან ეს საკითხი კიდევ მოსაგვარებელია და რაც დრო გადის პრობლემები ალბათ მოიმატებს, ნაკლებად მოიკლებს და თავარია სწორი მუშაობა ძალიან კარგი არის ის ფაქტი, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ სარეაბილიტაციო საქმისთვის ასე ვთქვათ, ერთგვარი სტრატეგია გაქვს შემუშავებული და სხვა ორგანიზაციების ერთობლივი ჩართულობაა და ერთიანად იმუშავებს და დამოვიწყდა აღმენიშნა თუ გაივლით ჰოლიდეინის წინ ტერიტორიაზე უკვე ოფისები დაიდგა დროებითი, სადაც მოქმედებს შტაბი ეგრეთ წოდებული პეკინის შეუნიშნე, მაგრამ არ ვიცოდი რა იყო. რეაბილიტაციის, სადაც დიდი ავტოსადგომია, ხო, იმ სივრცეში. მონაწილე სამსახური, მთავარი ორგანიზატორი არის კეთილმოწყობის სამსახური, ბატონი გივი კუბლაშვილი. ისი ექსპერტები იქ არიან, ჩვენი თითოეული სამსახურიდან წარდგენილი თანამშრომლები ამ სამთვის განმავლობაში მონაწილე იქნებიან იმ შტაბში. ჩვენ ესეთი რაღაცაც გვაქვს მოფიქრებული, რომ დროთა დრო კეთილმოწყობის სამსახურს აქვს შეძენილი დრონი და შეიძლება ჰაერში ავწიოთ და ეს მონაკვეთი, რაც გადავალაგეთ სქემატურად, ზემოდანაც გადაამოწმოთ, რომ სწრაფი რეაგირების საშუალება მივცეთ საპატრულო პოლიციას, საპატრულო პოლიციის წილი იქნება ძალიან დიდი. იმიტომ რომ იმ კვეთებზე სადაც პრობლემა შეიძლება წარმოიშვას განსაკუთრებული დატვირთვით მოუწევთ მუშაობა განსაკუთრებულად პირველ დღეებში და ასე რომ მობილიზებული ვართ მოკლედ რომ ეს პროექტი დაიწყოს წარმატებულად დამთავრდეს. ანუ თქვენ ახლა ძალიან საინტერესო რუკა გაქვთ აქ გაშლი, რომელზეც მიმართულებებია მონიშნულ-მოხაზული და გამოდის რომ როგორც თქვენ ამბობთ 26 მაისის მოედანზე იქნება ერთგვარი საველე საკოორდინაციო საბჭო იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ ამ სარეაბილიტაციო საქმეში. დაერთმო თითქმის სიგრძით 40 მეტრია როგორც გადავზომეთ სამშენებლო მასალებისთვის პოლიგონი, იმიტომ რომ შორიდან არ მოუწიოთ მოტანა ამ სამშენებლო მასალების და იქ მოხდება დასაწყობება სამშენებლო მასალების, რომ ოპერატიულად აი გადაკეტილი სადაც იქნება უჩა რომ მასალები შეიტანონ, თქვათ და მოძრაობა მოახდინონ აი ამ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც მშენებლობის დროს იქნება გამოყენებული. თვითონ ეს სამშენებლო კომპანიები მობილიზებულები არიან, ტექნიკა გადმორთავენ ამ პეკინის ქუჩაზე და პირობა გვაქვს ყველანაირი, რომ გაათმაგებული ძალებით იმუშავებენ. დამატება დაჭირდება მუშახელის კიდე სამუშაოები როგორი ინტენსივობით წავა, სამუშაო ხელსაც დაამატებენ. პირობა არის. თქვენ ცენტრალურ გზის საფარის შერემონტებაზე საუბრობდით, ნამდვილად საჭიროებს და მკვეთრით ჩავარდნებია იქ ამხელა გამზირზე და არის მითითებული, რომ ასე ვთქვათ ორ დონიანი საფარი დაიგება, ხო? რამე განსხვავებული აი მე ვიცი, რომ ტექნოლოგიით მოიწყობა. ის სამუშაოები რაც ჩატარდება და დასრულდება, მინიმუმ 20 წელი და 25 წელი პეკინს არ შეეხებიან. აი ესეთი განძლეობის და ხარისხის სამუშაოები ჩატარდება. ეს პირობა უკვე ნათქვამი არის და აი ეს არის დაგეგმილი, რომ შედეგი ეს მივიღოთ. ვინც არ იცის რადიომსმენელისთვის, წარმოსახვისთვის, ანუ პეკინის გამზირი იწყება დაახლოებით 26 მაისის მოედნიდან, ხო? სადაც ყოფილი სასტუმრო აჭარა, ახლა კი ჰოლიდეი ინია. ხო? კი. და სრულდება არქივს უნდა გავცდეთ და ჟვანიას მოედანზე უფრო იქით. საკმაოდ მოცულობითი სივრცეა და მანძილია და ამის ასე ვთქვათ ათვისება სწორად ქალაქისთვის იქნება ერთგვარი გადამწყვეტი სტრატეგია სამომავლოდ იგივე საავტომობილო ნაკადის მოძრაობისა და მიმართულებების მოწყობისთვის. ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე გვჩება სულ რაღაც 2 წუთი. და ამ 2 წუთის მერე მცირე სარეკლამო პაუზა გვექნება და შემდეგ როცა დავბრუნდებით ეთერში უკვე კონკრეტულად და დეტალურად გავიაროთ თუ როგორ ივლიან ავტომობილები აი ამ პერიოდის განმავლობაში და რა იცვლება საავტომობილო მოძრაობის მხრივ. მოსახლეობა მიცოდეს მარტივი არის, მარტივად ასახმენ და ჩვენ შევეცადოთ მარტივად ავხსნათ. რა თქმა უნდა, ჩვენც ყველანაირად უნდა ვეცადოთ. და სანამ ასე ვთქვათ, სარეკლამო პაუზაზე გავალთ. შუქნიშნების რაოდენობა თუ გაქვთ ინფორმაცია ამ მონაკვეთზე შემცირდება, შეიცვლება, თუ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა თქმა უნდა, იქნება თუ არა შუქნიშნის ჩვენ ამ პეკინზე და სააგაზე. იმიტომ რომ არ არის ცოტა შუქნიშნები რაოდენობა. შუქნიშნები გვიყენია, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული შუქნიშნების დემონტაჟი მოხდება. მთლიანად ამ ქუჩებზე, სადაც მოძრაობა შეიცვლება, ახალი ნიშნები დაადგება, იმიტომ რომ ადამიანს საშუალება ქონდეს მარტივად აღიქვას, როგორ გადაადგილდეს. შუქნიშნების რეჟიმები შეიცვლება შესაბამისად ნაკადების ინტენსივობიდან გამომდინარე.
სააკაძის მოედანზე საერთოდ მთელი შუქნიშნები გადავა ციმციმის რეჟიმზე, იმიტომ რომ ეს ფუნქციას კარგავს ამ რეაბილიტაციის პერიოდში და იმუშავებს სამხრეთზე იქნება ფაქტობრივად გადართული და ამას უკვე სქემატურად ჩვენ ავხსნით. ანუ რა თქმა უნდა რეჟიმები იცვლება. ჩვენ გვიყენია ყველგან წვიანი შუქნიშნები, ამის მართვა შესაძლებელი არის თვითონ 112-ის ცენტრიდან, სადაც ჩვენი სამუშაო ჯგუფი არის მობილიზებული და იქიდან რაღაც წუთებში შეუძლიათ რომ რეჟიმები შეცვალონ და გადაალაგონ საჭიროების მეშვეობით საჭიროების შემთხვევაში. გასაგებია. ბატონი მამუკა მულაძე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსია რადიო ემედის პირდაპირ ეთერში და ჩვენ გადაცემაში უსმენთ ერთმანეთს, საუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ეწოდება პეკინის რეაბილიტაცია, ეს საქმიანობა იწყება ზეკ 16 ივნისს, ამიტომაც დღეს ამ თემას განვიხილავთ და რადიოსმენელებო თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად შეგვიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99, მცირე სარეკლამო პაუზა და შემდეგ კვლავ განვაგრძობთ დიალოგს პირდაპირ ეთერში და კონკრეტულად მიმოვიხილოთ თუ როგორ იმოძრავებენ ავტომობილები სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას საბურთალოზე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღეს საუბრობთ პეკინის რეაბილიტაციაზე და ინტერაქტივის შეკითხვაა შემდეგი როგორ აფასებთ პეკინის რეაბილიტაციის პროექტს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა 292 11 88 ან 292 11 99 რადიო ემედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. მოგეხსენებათ რომ საბურთალოს ერთ-ერთ ძირითად არტერიულ ნაწილში 16 ივნისს ზეგ იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ ამ სამუშაოებზე ვისაუბრეთ ზოგადად და ჩვენი გადაცემის სტუმართან თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან ბატონ მამუკა მულაძესთან ერთად ახლა გადაცემის ამ ნაწილში უკვე დეტალურად მიმოვიხილავთ თუ როგორ შეიძლება საავტომობილო მოძრაობა სარეაბილიტაციო პროცესების პერიოდში, რომელიც იწყება ზეგ და დასრულდება გეგმით 5 სექტემბერს. მოკლედ ახლა თქვენ გაშლილი გაქვთ ძალიან საინტერესო რუკა, მომარაგებული გაქვთ, მომარჯვებული და გისმენთ რომ ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ წარმოსახვა რადიოსმენელებმა. სამუშაოებთან დაკავშირებით შეიქმნა მოძრაობის ორგანიზების სქემა, დავარქვათ სამკუთხედი. ეს სამკუთხედი ახლა დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ჟუანიას მოედანი, პეკინის მიმართულებით მოძრაობა 26 მაისის მოედნის მიმართულებით იქნება ცალმხრივი. ანუ ჟუანიას მოედნიდან მოვდივართ პეკინის ქუჩაზე, ჰოლიდეინთან 26 მაისის მოედნამდე მოვდივართ ცალმხრივად. ანუ მოძრაობა იქნება ცალმხრივი. შემდგომ 26 მაისის მოედნიდან კოსტავას ქუჩით მერიამდე, სააკაძის მოედნამდე, ასევე მივდივართ, დიახ, იქნება ცალმხრივი. შემდეგ მერიიდან შარტავას ქუჩით მოხვდებით ჟუანიას მოედანზე, ასევე ცალმხრივად. ანუ ეს არის სამკუთხედი ძირითადი, სადაც შესაძლებელი იქნება მოძრაობა. ეხლა დამაკავშირებელი ქუჩები. მაგალითად, სააკაძის მოედანი განვიხილოთ, აქ არსებული შუქნიშნები გადასული იქნება ციმციმის რეჟიმზე. კოსტავაზე 26 მაისიდან მომავალი კოსტავას ქუჩის გამოვიდით შარტავაზე რომ მოხვდეთ, შეუძლია ისარგებლოს სააკაძის მოედნის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხრით, შარტავაზე გავიდეს. ბატონო მამუკა, შემდეგი რამ რომ პეკინზე ცალმხრივი იქნება მიმართულება, ისე რომ თქვათ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ივლიან ავტომობილები და 26 მაისის მოედნიდან სააკაძის მხრიდან უკვე დასავლეთის მიმართულებით შეძლევენ ავტომობილები მოძრაობას ჟუანიას მოედნამდე. რა თქმა უნდა. თქვათ ვახუშტის ხიდიდან, ანუ სააკაძის აღმართზე ამოვდივართ და საით შეგვიძლია წავიდეთ. შეგვიძლია წავიდეთ შარტავას ქუჩის მიმართულებით. შარტავას ქუჩის და გავიდეთ ჟუანიას მოედანზე, ასევე შესაძლებელი არის ჟუანიის ქუჩიდან შემდეგ ავაგზავნოთ გზა კანდელაკის ქუჩით, ასევე კანდელაკის ქუჩა იქნება ცალმხრივი ნუცუბიძის ქუჩამდე. დიახ. კოსტავას ქუჩაზე, როდესაც მოვდივართ 26 მაისის მოედნიდან, შესაძლებელი იქნება გადავაადგილდეთ როგორც მიროტაძის ქუჩით, ანუ ცალმხრივი იქნება სასტუმროს უკანა მხარე და ასევე საბურთალოს ქუჩა, რომელიც იყო ორმხრივი, დღეს იქნება ცალმხრივი და დაკავშირება შესაძლებელი იქნება სააკაძის მოედნიდან
პეკინის ქუჩის მიმართულებით. და აქედან უკვე გავალთ მხოლოდ ხელ მარცხნივ ან პირდაპირ საბურთალოს ქუჩაზე. აქედან გავალთ ხელ მარცხნივ, შეგვიძლია ხელ მარცხნივ გასვლის შემდგომ გადავიდეთ ბახტრიონის ქუჩაზე, ან პირდაპირ გავაგრძელოთ გზა აღმოსავლეთის. და აქედან პირდაპირ საბურთალოს ქუჩაზე გადავალთ? პირდაპირ საბურთალოს ქუჩაზე კვეთა იქნება ღია. შესაძლებელი იქნება, რომ გზა ცინცაძის ქუჩაზე გადავიდეთ და გავაგრძელოთ გზა. ასევე არის ცვლილება ბულაჩაურის ქუჩა, რომელიც იყო სამხრივი და კავშირდებოდა შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩასთან. ეხლა იქნება შებრუნებული მოძრაობა. ისევ სამხრივი უბრალოდ საპირისპირო მიმართულებით. კონკრეტულად ბულაჩაურის ქუჩას გამოვიყენეთ პეკინიდან, რომ მოვახდინოთ გადაადგილება და მოხვდეთ შარტავას ქუჩაზე. ასევე განხილული გვაქვს ჩვენ აქ ტაშკენტის ქუჩა, რომელიც ნაწილობრივ იყო ცალმხრივი, ეხლა კანდელაკის ქუჩამდე იქნება ცალმხრივი, ეს მოითხოვა თვითონ საჭიროებამ. ასევე იოსებიძის ქუჩა იქნება ცალმხრივი და გარკვეულ მონაკვეთებში, ქუჩებში მოძრაობის ორგანიზებიდან გამომდინარე, დღის საათებში შეიზღუდება პარკირება. შეიძლება პარკირება იოსებიძის ქუჩაზე, შეიზღუდება საბურთალოს ქუჩაზე, შეიზღუდება ტაშკენტის ქუჩაზე, შეიზღუდება ცაგერის ქუჩაზე და ბუდაპეშტის ქუჩაზე. ეს არის ის მოკლედ მონახაზი, რაც იქნება მოძრაობის დროს თავარი, როგორ გამოვიყენოთ, როგორ იმოძრაოთ. ამისთვის შესაბამისი საგზაო ნიშნები მონტაჟი მოხდება. შესაბამისი საგზაო ნიშნები ადვილი აღსაქმელი იქნება ადამიანებისთვის, თუ როგორ გადაადგილენ და ისარგებლონ. ანუ რა ტიპის ცვლილებები განხორციელდა მოძრაობით. ბატონო, ზარია რადიოსმენლის შეიძლება რომ ყურსასმენი მოირგოთ, მოусმინოთ კითხვას და შემდეგ განვარძოთ დიალოგი. საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა. ისმენთ ქალბატონო. ისიც მე მაქვს ესეთი შეკითხვა, აი მერიასთან მისასვლელი, მიწისქვეშა გადასასვლელი რო ვთქვათ გპ-ის მხრიდან, როცა ჩერდება ავტობუსის გაჩერებიდან, ჩადიხარ და გადადიხარ მერიისკენ, ხო და იქ არ არსებობს ტროტუარი. იქ მე რაღაცა ფიცრული ღობია, რაღაცას აშენებენ მე მგონი და ანუ ადამიანი ესე მიდის შუა ქუჩაში მანქანების წყებასთან ერთად და აი აქ ტროტუარის მაგვარი რამე თუ გაკეთება, რომ ისადგომი იყოს მერიასთან. ეს ერთი და მეორე მაინტერესებს, ოდესმე თუ იქნება ისეთი შუქნიშნები ქალაქში, რომ უსინათლო შეეძლოს გადასვლა, იმიტომ რომ როგორი რაღაცა, ესე იგი, როცა მწვანე ანთია გადამსვლელისთვის, ხო, მაინც რაღაცა ნაკადი ზოგიერთ ქუჩაში მაინც შედის და ასე რომ, ესე იგი, ვიცით, ისეთ შუქნიშანი თუ იქნება ხმოვანი, ხო, ის მაინც არ არის გარანტია, იმიტომ რომ რაღაც მსვლელობა მაინც მანქანების შეიძლება, როდესაც შენ გადადიხარ და ესეთი რამე თუ ოდესმე მოხერხდება, ესე იგი, ხედველობა დაქვეითებული ხალხისთვის. გასაგებია, დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო ზარისთვის და ბატონო მამუკამ. ეცდება გაგვცეს პასუხები. მადლობა მსმენელს, რა თქმა უნდა, საფეხმავლო ტროტუარები არის პრობლემა ქალაქში, არის გარკვეული ქუჩები, სადაც საჭიროებს მოწესრიგებას. ამაზე ცალკე სამუშაოები ტარდება, ეს გამგეობების და კეთილმოწყობის სამსახურების ფუნქციებში რაზეც მუშაობენ და ამ კუთხით სიახლეები გვექნება კონკრეტულად აღნიშნულ ადგილზე. ზუსტად არ ვიცი როდის დასრულდება და მოწესრიგდება, მაგრამ გავარკვევ აუცილებლად და ჩემი კუთხით როგორი ჩართულობაც იქნება შესაძლებელი ჩავერთვებით. და მეორე კითხვა იყო შუქნიშნებთან დაკავშირებით. დიახ, ესეთი შუქნიშნები დედაქალაქში ჩვენ მონტაჟი გავახორციელებთ 18 ლოკაციაზე. ეს კიდევ ვაკეთებთ რამდენიმე ლოკაციაზე და ეს არის დამოკიდებული იმაზე მომართვა თუ მოდის ჩვენთან ვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და შემდეგ გეგმავთ წლის ბიუჯეტში ვსვავთ, რომ აი მომართვის საფუძველზე შესაბამის ლოკაციაზე დიახ, მომართვა მერის სახელზე, ტრანსპორტის სამსახურის სახელზე, რო არის საჭიროება იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, კონკრეტულ ქუჩაზე სარგებლობა უწევს უსინათლოს, საჭიროებს ხმოვან შუქნიშანს, ჩვენ ამას ვიხილავთ და ბიუჯეტში ვითვალისწინებთ. ანუ იგივე ჩვენს რადიოსმენელს ქალბატონს, რომელიც ახლა გესაუბრებოდა, შეგვიძლია მოუწოდოთ, რომ მერიაში რა თქმა უნდა მიმართოს გააკეთებს კონკრეტული ქუჩის მითითებით ბიუჯეტში იქნება. ჩვენ შევისწავლეთ საკითხს, ადგილზე გავალთ, დავათვალიერებთ, გამოვკითხავთ
და შემდგომ არის ნორმა, იმ ნორმის მიხედვით ხელმძღვანელობთ და გავაკეთებთ. გასაგებია. კიდევ არ ვიცი მეტი რაღა დაგვრჩა სათქმელი მეტი ის არის მნიშვნელოვანი გეტყვით რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ხო ეს ცალკე თემა ამოუწურეთ მანქანით მოძრაობა საკუთარი მანქანით მოძრაობა თქვენ აღნიშნეთ რომ სამოქალაქო ტრანსპორტს ტოვებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტოვებთ შესაბამისად ოფიციალურ ვებგვერდებზე ატვირთული არის მარშრუტების მოძრაობები 16-ში იწყება რეაბილიტაცია ანუ საღამო საათებში გააქტიურდება უფრო ეს სამუშაო ჯგუფები და 17-ში დილიდან უკვე, ანუ გათენებას დაიწყებს რა საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველი რომელიც გამოვა ხაზებზე და ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც თავის საშუალებით გამოვლენ ქუჩებში უკვე ცალმხრივად მოძრაობის 17-ში დილიდან სქემა, ანუ ნიშნები დახვდება და შესაბამისად მიმართულებები დახვდებათ, როგორ იმოძრავონ ქუჩებზე ცალმხრივად. ქუჩის რაკეტო არ ხდება, იქნება მოძრაობა ცალმხრივი მიმართულებით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსში, მიკროავტობუსში გამოკრული იქნება სქემები, თუ რომელი ქუჩიდან რომელ ქუჩაზე გადაადგილება შეეძლებათ შესაბამისი იქ მომუშავე ავტობუსით. ну ეს არის მოკლედ რაც მეტრო ჩვეულებრივად იმუშავებს, იქ ბახტრიონის მხრიდან მეტროსთან მისადგომებთან ალბათ გზა აღარ იკეტება და როგორც აღნიშნეთ, თუ საჭირო იქნება, შეიძლება რა თქმა უნდა მიწისქვეშა მატარებლების რაოდენობაც კი მაქსიმალურად დაკმაყოფილებული იქნება მოქალაქეებისთვის გადაადგილების საშუალება. გასაგებია, იმედი გვაქვს, რომ გამოადგებათ, ასე ვთქვათ, ინფორმაციის სახით რადიომსმენელებს ეს რაც ვისაუბრეთ, იგივე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებებთან დაკავშირებით, შეიძლება აუდიო თვალსაზრისით ცოტა რთულად ახმადია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას ნამდვილად შევქმნით. დანარჩენი ამ თემაზე, როგორც მე ვიცი, ინფორმაციები ფართოდ არის გავრცელებული და ალბათ კიდევ უფრო მეტი იქნება. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ასე ვთქვათ, კოორდინირებულად მოახერხეთ და სტრატეგია არის ერთგვარი შემუშავებული და კეთდება საფუძვლიანად. სამწუხაროა, რომ არსებობდა დედაქალაქში ის პრაქტიკა, როდესაც გარკვეულ თუნდაც გამზირზე, ან არ ვიცი, დიდ ქუჩებზე გზის საფარი იგებოდა, მე ერთ თვეში თვენახევარში ახსენდებოდათ, რომ იქ რაღაცა იყო კიდე გასაკეთებელი და ხელახლა ეს საქმიანობა კეთდებოდა. თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ახლა დაგებული ასფალტი იგივე პეკინის გამზირზე დაახლოებით 20 წელი იქნება ასფალტ კი, აი ესეთი სამუშაო ჩატარდება და ამიტომ საქმიანობა საჭირო. ძალიან კარგი იქნება პეკინზე შემდგომ გასეირნება, ამის კომფორტი იქნება. ну პრეზენტაციასაც იმედი გვაქვს რომ დათქმულ 5 სექტემბერს ასე ვთქვათ მოვესწრებით და მივიღებთ განახლებულ პეკინის გამზირს. მოკლედ რადიომსმენელებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ ზეგ 16 ივნისს მერია საბურთალოს ერთ-ერთ ძირითად არტერიულ ნაწილში პეკინის გამზირზე იწყებს სარეაბილიტაციო საქმიანობას და ასე ვთქვათ გარკვეული ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ თუ როგორი იმოძრავებენ ავტომობილები ამ პერიოდის განმავლობაში სანამ სარეაბილიტაციო საქმიანობა ტარდება 16 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით ბატონი მამუკამულაძე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში და გადაცემის მიწურულს შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და ვებ პლატფორმა ვიხევ.g ერთობლის სახელმოქმედო და კამპანიას ვახორციელებთ ვეხმარებით მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება ამ კვირაში 55 წლის ნინო ჭიღიტაშვილს ვეხმარებით მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და პოსტოპერაციული მკურნალობა სჭირდება რაც 1400 ლარი ღირს მის დასახმარებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს და დამატებით ინფორმაციის მოსაპოვებლად ვებგვერდს wehhelp.g ასევე დარეკო ტელეფონის შემდეგ ნომერზე 0917108082 ზარისღირებულება 1 ლარია. დიდი მადლობა რომ ვუსმენდით ერთმანეთს. ხვალკი 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.